ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა. შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საკითხებზე. ასევე ყურადღება გამოხულდა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და ეკონომიკის მიმართულებით. სალომე ქოქიაშვილი ისრაელიდან. გრძელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით ქნესეთში, სადაც მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას მართავს ქნესეთის თავმჯდომარესთან, ანუ ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენი ინფორმაციით საკითხთა ჩამონათვალი არის საკმაოდ ფართო, გამომდინარე იქიდან, რომ ორ ქვეყანას აკავშირებთ ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, არაერთი მიმართულებით, შესაბამისად ყველა მიმართულება, რომელიც არსებობს ქართულ ებრაულ ურთიერთობებში, ამ შეხვედრაზე იქნება რა თქმა უნდა მიმოხილული. ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, საკმაოდ მჭიდრო არის ჩვენს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოდ და კარგად აისახება ჩვენს ურთიერთობებზე და ვისაუბრეთ სამომავლოდ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, იმ მჭიდრო ისტორიულ კავშირებზე, რაც არსებობს ჩვენს შორის და ჩვენს ხალხებს შორის და იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებითაც მეტი ძალისხმევა არის საჭირო, იქნება ეს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, ბიზნეს კავშირების გაძლიერება, რაც პოზიტიურად უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ზოგადად ამ ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ისრაელის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის გუშინ უკვე ღამით შედგა შეხვედრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან იტამარ ბენ-გვირთან, რომელთანაც რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო მიმოხილული, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობებისა და პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებებით, სხვათა შორის საინტერესოა რა თქმა უნდა ისრაელის გამოცდილების გაზიარება გამომდინარე იქიდან, რომ ახლო აღმოსავლეთში რეგიონში ისრაელი არის უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წამყვანი მოთამაშე და განსაკუთრებული მიღწევები აქვს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. შესაბამისად ამ თვალსაზრისით, როგორც მინისტრმა გითხრა, იყო ძალიან საინტერესო ისრაელის გამოცდილების გაზიარება. ზოგადად ამ ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, მათ შორის ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრებთან და რა თქმა უნდა, ყველა ამ შეხვედრის მთავარი საკითხი არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ისრაელზე, მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ წამყვან გლობალურ მოთამაშეზე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადად პოლიტიკური პოზიციებისა და დღის წესრიგის ფორმირებაში. ისრაელიდან სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა.